რუსთავის საკრებულოს ხდომათა დარბაზში სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა დღეს რუსთავის კორპუსის 9-თვიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურმა 2015 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. რამდენი დაიხარჯა ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და როგორ აფასებენ კომისიის წევრები და ქალაქის ხელმძღვანელი პირები განხორციელებულ პროექტებს, რისი გაკეთება მოასწრო ქალაქის მთავრობა მიმდინარე წელს და რა იგეგმება მომავალში. ქრისტინა სლამაზაშვილის სიუჟეტი. კომისიის ხდომა დღეს რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელის პრეზენტაციით გაიხსნა. ირმა მესხმა კომისიის წევრებს გასული 9 თვის მანძილზე შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარა. მიმდინარე წელს სამხანაგობის განვითარების პროგრამაზე 1.400.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. პროგრამაში რუსთავის ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების 88% იყო ჩართული. დღეს კომისიის წევრებმა მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის პრეზენტაციაც მოისმინეს. მიმდინარე წელს სამსახურის მიერ თანხები ძირითადად გზების რეაბილიტაციასა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაზე დაიხარჯა. წელს დაიწყო კიდევ ერთი უპრეცედენტო პროექტი, რომელიც თბილისის წითელი ხიდის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში ძლიერი წვიმების შედეგად დატბორვის საფრთხე სრულიად მოიხსნება. რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია ამბობს, რომ ის პროექტები, რომლის განხორციელებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა, მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება. სამსახურის მუშაობა კომისიის ხდომაზე შეფასდა დადებითად და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გაკეთდა პროგნოზები, დაისახა მომავალი წლის მიმართულებები, პრიორიტეტები და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უფრო მეტი გაკეთებას შევძლებთ, უფრო მეტი თანხის მოზიდვას შევძლებთ ქალაქში და ის არსებული პრობლემები, რაც დგას ჩვენი ქალაქის მოსახლეობის წინაშე 2016-17 წლებში საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ იქნება მოგვარებული. რეალურად ამ წლის ბიუჯეტით წელს დავიწყეთ ჩვენ მუშაობა, რატომღაც გონიათ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში 3 წელია ვართ და არა და სულ რაღაც ადგილობრივ თვითმმართველობაში 9 თვე ვართ. არასრულად, აქედან გამომდინარე ის სამუშაოები, რაც შესრულდა, რეალურად საკმარისი არ არის, თუმცა იმედის მომცემად გამოიყურება იმ ტემპით და იმ მუშაობით, რასაც ინფრასტრუქტურის სამსახური და კორპუსი აკეთებს, მომავალი წელი უფრო მეტად დაიგეგმება, უფრო კარგად დაიგეგმება, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებზე, მეტი თანხა ჩაედება. წელს რუსთავის ბაგაბაღებში წლების მანძილზე არსებული პრობლემაც მოგვარდა. ბაღებში სველი წერტილების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 309.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ქალაქის მთავრობამ რუსთავში გარემოს დაცვის კუთხით არაერთი პროექტი განახორციელა. მერების შეთანხმების საფუძველზე ენერგოეფექტურობის პროექტის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით რუსთავში ენერგოეფექტური გარე განათების სისტემა დამონტაჟდა, რაც წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით 14.000 ლარის დაზოგვის საშუალებას იძლევა. იმის გასაგებად თუ როგორ აფასებს მოსახლეობა მთავრობის მუშაობის ბოლო 1 წელიწადს, ქრონიკამ გამოკითხვა ჩაატარა. წელს გაკეთდა ეს პროექტი და როგორ შეაფასებდი, შენ თუ ხშირად დადიხარ, რატომ დადიხარ? ძალიან ხშირად დავდივარ. ძალიან კარგი ადგილია, ძალიან ბევრი ხალხი მომრავლდა. ერთადერთი ადგილია, რუსთავის, სადაც შეიძლება სირბილი, სუფთა ჰაერია. კარგი სავარჯიშო ადგილია და ვისურვებ, რომ დასრულდეს მთლიანად ეს კომპლექსი და თუნდაც ტბა გაკეთდეს, ისე რომ საბანაო იყოს. ხანდახან დავდივარ ხოლმე, როცა აქცალია, ძალიან მოგწონს, კეთილმოწყობილია, რაც თავარია, სისუფთავია. აქ ხშირად დავდივარ, თითქმის ყოველ დღე, სადღაც საღამოს პერიოდში. მომწონს სკეიტ პარკი. მე ვერაფერს ვატყვა, გზებზე ვერაფერს ვერ გეტყვი. არსად არაფერი არ გაკეთებული, მაგარ ტოლილების ბინაში ვცხოვრობ და არაფერი არ გაკეთებული. სადარბაზოები, წყალგაყვანილობა. არა, როგორ გაკეთებათ? ეგ თუ წინ იყო 4 წლის წინ. პირველ რიგში არც მოხედავ, არც მუშაობა გაქვს, არც არაფერი. რა არის გაკეთებული? არაფერი არ ჩანს. ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში შევიდა რუსთავის ცენტრალურ პარკში განხორციელებული პროექტებიც. მიმდინარე წელს ტერიტორიაზე სკეიტ პარკი, კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყო. წლევანდელ ანგარიში მოხვდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემაც, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქში მოუგვარებელი იყო. სწორედ წელს დაიწყო ცხოველთა თავშესაფარმა ფუნქციონირება. ბრიტანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით თავშესაფარში მიუსაფარი ცხოველების მარკირება ხდება.